ერთი შეხედვით რატომ უნდა ეშინოდეთ კომპოზიტორების და მუსიკოსების ყველაზე მკაცრ პოლიტიკოსებს. გოეთე გერმანულ პატრიოტიზმში ხედავს იმ ელემენტის ჩანასახს, რომელიც შემდგომ ფაშიზმად, გერმანულ ფაშიზმად აღმოცენდება. დამოუკიდებლობის იდეა ისევე აკრძალული, როგორც ჩვენთვის რუსეთის იმპერიის პირობებში იყო აკრძალული ქართული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა, ანუ სრულიად ახალგაზრდა ვერდი. ამით ის ძალიან გავს რიხარდ ვაგნერს. ორივე ძალიან უიღბლოა ამ დროს. ორივე დაკარგულია. არც ერთს არ აქვს იმის განცდა, რომ ეს ეპოქა მათთვის არის. თითქოს შემთხვევით მოხდნენ ამ ეპოქაში. და ვერდი ამბობს, მუსიკას ჩემთვის, ნოტებს ჩემთვის უბედურება მოაქვთ. მე აღარ დამწერ მუსიკას. ვაგნერი ანტისემიტია და ვაგნერი ამბობს, რომ ჩემი მუსიკის არ მიღება, ეს არის ებრაული შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ. გეგონებათ, რომ სადღაც ეს ტექსტი გადმოხდა ჰიტლერის Mein Kampf-დან. როდესაც რაიხსტაგი იწვოდა, ჩვენ ვაგნერს ვუსმენთ. ფიურერთან ერთად. იქ სადაც წიგნებს წვავენ, ადამიანებსაც დაწვავენ. დიქტატორს ძევლად ყავს აყვანელი ისეთი გიგანტიც კი, როგორიც ვაგნერი. აი ვერდისგან განსხვავებით, სტალინური ცენზურა, სტალინის ყური, რომელიც ძალიან პრობლემური არის თავისუფლების სულისკვეთების მატარებელ არა მხოლოდ მუსიკოსებთან, არამედ ჰანგებთანაც კი, რომელსაც მკაცრად ცდილობს სტალინური ცენზურა რომ გახედნოს. ჩვენ წინა ნაწილში მოცარტზე ვსაუბრობდით და განა პოლიტიკა მხოლოდ მოცარტისთვის იყო პრობლემა იყო და როგორი პრობლემა სხვა კომპოზიტორებისთვისაც, ხომ? და სწორედაც ისევ და ისევ ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია, რომ ერთი შეხედვით რატომ უნდა ეშინოდეთ კომპოზიტორების და მუსიკოსების ყველაზე მკაცრ პოლიტიკოსებს, ან კი რატომ უნდა ებრძოდნენ მათ, მაგრამ აი ებრძოდნენ. აი თუნდაც ისეთი ლირიკოსი, ისეთი რომანტიკოსი, ისეთი პოეტი, მუსიკის, როგორიც არის მოცარტისავე თანამემამულე ფრანც შუბერტი, ხომ, სრულიად გენიალური სიმღერების ავტორი. როგორი დისკრიმინირებულია ის, სრულიად ახალგაზრდა ასაკში მკვდარი 31 წლისა, რომელზედაც თურმე მეტერნიხისეულ ავსტრიაში საიდუმლო პოლიციას ფარული საქმეებიც კი აქვს მასზე აღძრული და დაკვირვების ობიექტია და თუ არა საერთოდაც დევნის და თუ არა საერთოდ წამების. შუბერტი, წარმოიდგინეთ. ანდაც უკვე მე-19 საუკუნის ორი გიგანტი, როგორიც არის ჯუზეპე ვერდი და რიხარდ ვაგნერი. აი მათზეც რომ შევჩერდეთ ახლა და ვისაუბროთ. მე-19 საუკუნეს მართლაც ჰყავს თითქოს და ორ განსხვავებულ პოლუსზე მდგომი კომპოზიტორი, რომელიც ახდენს გავლენას ისტორიაზე. ეს არის იტალიელი ჯუზეპე ვერდი და გერმანელი რიხარდ ვაგნერი. აბსოლუტურად ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ფიგურა, რომელიც რაღაცნაირად ისტორიის ბედისწერამ დააკავშირა ერთმანეთს. პოლიტიკა მათთვის მართლაც ბედისწერა იყო, იმიტომ რომ ორივე 1813 წელს დაიბადა. ეს წელიწადი კი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელიწადი ნაპოლეონ ბონაპარტის აღზევებისა, მორიგი ეტაპის მისი გამარჯვებებისა, უფრო სწორად კი პერიოდია, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ეტაპს ნაპოლეონისათვის, თუ რამდენად შეინარჩუნებს ის მოპოვებულს და სინამდვილეში კი იწყება მისი იმპერიის თუ უშუალოდ მისი ძალაუფლების დაღმასვლაც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მისი რუსული კამპანია წარუმატებლობით სრულდება, მაგრამ ერთი მხრივ წარმოიდგინეთ 1813 წელია და ერთი მხრივ იტალიაში ნაპოლეონის მმართველობის პირობებში შფოთვა აქვთ ახალდაბადებული ვერდის მშობლებს, რომ ფრანგმა ჯარისკაცებმა არ გაანადგურონ და არ შემუსწრონ ის სოფელი ლარონკოლე, სადაც ვერდია დაბადებული და მას სადღაც მალავენ და მეორე მხრივ ჩრდილოეთში ლაიფციგში, სადაც ახალდაბადებულ ვაგნერს მალავენ უკვე მოთარეშე ფრანგული არმიებისაგან და რაზმებისაგან, რომლებიც გაბრაზებულები და გამწარებულები არიან მათ შორის ნაპოლეონზეც. ჩვენ ეს ამბები ვიცით ასევე სხვა უდიდესი გერმანელის ბიოგრაფიიდანაც გულისხმობ იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს, რომელიც ვაიმარშია და ვაიმარში ცდილობს თავდახსნას
ფრანგებისაგან, ამავდროულად ის ოღონდ რაღაცნაირად გულშემატკივრობს კიდეც ნაპოლეონს როგორც პროგრესის მატარებელ იმპერატორს. და ძალიან უცნაურია, გერმანელები კი გოეთეს ამის გამო არაპატრიოტად მიიჩნევენ. არადა გოეთე გერმანულ პატრიოტიზმში ხედავს იმ ელემენტის ჩანასახს, რომელიც შემდგომ გოეთეს სიკვდილიდან 100 წელიწადზე მეტი ხნის გასვლის მერე ფაშიზმად, გერმანულ ფაშიზმად აღმოცენდება. და ეს კი ცალკე ძალიან საინტერესო ისტორიაა, თუმცა გარკვეულწილად ამ ისტორიის ნაწილი გახდა რიხარდ ვაგნერიც. ასევე სიკვდილის შემდეგ უკვე ნაცისტური ხელისუფლებისათვის. მაგრამ დაუბრუნდეთ აი ამ პერიოდს, ხო, მე-19 საუკუნე. ვერდი იტალიაში, იტალია რომელიც არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, არ არის გაერთიანებული. ვერდი როდესაც დაიბადება, ის ერთი მხრივ გაგლეჯილია აი ამ იმპერიებს შორის, ავსტრიული ოკუპაციის ქვეშ არსებობს ვერდის მთელი ფაქტობრივად დიდწილად მისი ახალგაზრდული ცნობიერი პერიოდი მიჰყვება ოკუპაციაში ცხოვრებას, ავსტრიული ჰეგემონიის პირობებში ცხოვრებას, სადაც იტალიური ისევეა, იტალიური იდეა, დამოუკიდებლობის იდეა ისევეა აკრძალული, როგორც ჩვენთვის რუსეთის იმპერიის პირობებში იყო აკრძალული ქართული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა, ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრს უკავშირებენ ხოლმე, ბევრ ელემენტს პარალელებით ქართულ ეროვნულ გამათავისუფლებელ იდეას, იტალიურ რისორჯიმენტოს იდეას, ანუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეას, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით იტალია გაერთიანდა და პრინციპში ვერდიც იქცა ამ გაერთიანების ერთ-ერთ სიმბოლოდ. ვერდის იტალიური რევოლუციის მაესტროს უწოდებდნენ. მოგეხსენებათ, ცნობილი არის ისტორიული ფაქტები, რომელიც შემორჩენილია ვიზუალური მიხსენების მეშვეობითაც, როგორ აწერდნენ იტალიურ ქალაქებში კედლებს ვივა ვერდი, რაც ერთი მხრივ გულისხმობდა ვერდისადმი გამოხატულ სიყვარულსა და პატივისცემას, მაგრამ მეორე მხრივ ამასოების მიღმა იკითხებოდა დაშიფრული ინფორმაცია იტალიის გაერთიანების პრაქტიკულ შემოქმედზე ვიტორიო ემანუელეზე. ვივა ვერდი გულისხმობდა ვიტორიო ემანუელე რე დ'იტალია. ვერდი ასე შეგვიძლია გავშიფროთ კიდეც. ანუ ერთი მხრივ ავსტრიელი ოკუპანტების მოსატყუებლად გამოხატული იყო ვერდისადმი სიყვარული, მაგრამ მეორე მხრივ წამკითხველი წაიკითხავდა ვიტორიო ემანუელეს სახელსაც. ისევე როგორც ქართულ რეალობაში ილია ჭავჭავაძისათვის და მისი თანამებრძოლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალეგორიის თუ მეტაფორის ენა, რომელიც ეფექტური იყო და შთამბეჭდავი იყო რუსიფიკაციასთან და ცენზურასთან ბრძოლის პირობებში. რაგან არ ვიცით, რომ ვერდის ასევე ინსპირაციის წყარო და იტალიის გაერთიანების უდიდესი გმირი ჯუზეპე გარიბალდი ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძისთვისაც არის შთაგონების წყარო და აგერ მისი პორტრეტი მის ილიასეულ ოთახშიც კი გვხვდება და ის ცნობილი ლექსიც მესმის სანატრელი ხალხ ბორკილის ხმამტრევისა, სწორედ ეს ის ხმა, რომელიც ილიას ესმის იტალიიდან 50-იანი წლების მიწურულის 19 საუკუნის 50-იან 60-იან წლებს გულისხმობ, როდესაც იბადება ვერდის ლეგენდაც და ვერდის ლეგენდა ეს მნიშვნელოვანი ლეგენდა. მხოლოდ მუსიკის ლეგენდა კი არ არის, მხოლოდ ოპერა კი არ არის. ვერდი მხოლოდ ოპერებს კი არ წერს თავისი ნაბუკოთი თუ რიგოლეტოთი თუ ტრუბადურით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ ერნანით და სხვა. აქ ისმის იტალიის გაერთიანების და გათავისუფლების მუსიკაც. შემთხვევითი არ არის, რომ ვერდის ნაბუკოც, ფაქტობრივად მისი პირველი ოპერა ნაბუკოდონოსორი, შემოკლებით ითქმის, ხომ ნაბუკო არის ნაბუკოსთან ცნობილი გუნდიც ვა პენსიერო, გაფრინდი ოცნებავ ჩემო, დევნილთა გუნდი, ებრაელ დევნილთა გუნდი, რომელიც დასტირის დაკარგულ სამშობლოს მიწას, რომელიც მისი აღარ არის და ეს გენიალური მელოდია, უკვდავი მელოდია არაოფიციალურ ჰიმნადაც კი იქცა
იტალიისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ორი სიტყვით რომ გავიხსენოთ ეს ამბავი, ვერდი მოაღრესად ტრაგიკულ ვითარებაში დაწერა ეს ოპერა ნაბუკო. მოგეხსენებათ, რომ სრულიად ახალგაზრდა ვერდი, ამით ის ძალიან გავს რიხარდ ვაგნერს. ორივე ძალიან უიღბლოა ამ დროს. ორივე დაკარგულია. არც ერთს არ აქვს იმის განცდა, რომ ეს ეპოქა მათთვის არის, თითქოს უდროონი არიან, თითქოს შემთხვევით მოხდნენ ამ ეპოქაში. თუმცა ორივეს აბსოლუტურად ვიმეორებ, სხვადასხვა გზა აქვს განვითარების, მაგრამ აი ვერდი, ახალგაზრდა ვერდი, რომელიც ჩადის თავისი პროვინციიდან მილანში და მილანი კი ცენტრია მუსიკალური სამყაროსი, იქ უნდა გაღიარონ, რომ გაღიარონ კომპოზიტორად თან პლუს ჯერ არ არის ვიმეორებ იტალია გაერთიანებული და მუსიკა იტალიელებისათვის ისევე როგორც ლიტერატურა, ისევე როგორც ჩვენთვის ქართველებისათვის იმაზე მეტი მთქმელია, იმაზე მეტი შინაარსის და სულისკვეთების მატარებელია, ვიდრე მხოლოდ მუსიკა შეიძლება იყოს. იმაზე მეტი ესმით ადამიანებს და ვერდის ამ მხრივ მისი ვნებები არა მხოლოდ კომპოზიტორის, არა მხოლოდ კომპოზიტორის თვითდამკვიდრების ამბიცია, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, არამედ ეს არის ადამიანის, მოქალაქის ამბიცია, რომ მას არ უნდა მონობაში ცხოვრება. და მილანში ჩადის, აი ეპიზოდი, რომელიც მე ვახსენე, მილანში ჩადის, წერს ეს ეპოქის დამახასიათებელია კომიკური ოპერებისა და დრამატული ოპერების ჟანრული თვალსაჩინით თხზვა და ვერდის უკვეთავენ კომიკურ ოპერას, რომელსაც ის წერს, ის თავის ახალ შექმნილ პატარა ოჯახთან არის მილანში. სრულიად ღარიბია, ყავს ორი შვილი და სრულიად ახალგაზრდა ცოლი, რომელსაც ჟერა მისი გენიის, ეს მარგარიტა ბარეცი, ეს საოცარი ქალი, ეს სრულიად ახალგაზრდა, ეს ხატება მარგარიტა ბარეცის ვერდის მიყვება როგორც შეიძლება ასე ითქვას, როგორც დანტესეული ბეატრიჩე მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ვერდიმ ღრმად მოხუცებულობაში დაასრულა თავისი სიცოცხლე, მაგრამ აი ეს ხატება მარგარიტასი მისი თამდევია, როგორც შეიძლება ითქვას, აი ევრიდიკესი, თუკი ძალიან შორეულ პოეტურ მეტაფორებში არ წავალთ, როგორც ორფეოსისათვის. აი მარგარიტასთან და თავის ორ შვილთან ერთად ჩადის და ამ დროს მილანში არის საშინელი შავი ჭირი, რომელიც მკვლელი. ვერდიმ ამ დროს უნდა დაწეროს კომიკური ოპერა, სასაცილო ოპერა და ამ დროს ჯერ უკვდება ერთი შვილი, შემდეგ უკვდება მეორე შვილი, წარმოიდგინეთ და მერე მარგარიტაც კი კვდება, სენი წარ, თელ აი ეს ოჯახი, პატარა შექმნილი ოჯახი ჯუზეპე ვერდისათვის უეცად ინგრევა, იშლება და ვერდი ამბობს მუსიკას ჩემთვის, ნოტებს ჩემთვის უბედურება მოაქვთ. მე აღარ დამწერ მუსიკას. ფიც დადებს რომ მუსიკა აღარასდროს შეთხსას და აღარასდროს დაწეროს და თვითმკვლობის პირას არის მის უბრალოდ გამბედაობა არ ყოფნის რომ თავი მოიკლას და აქ უცნაურ როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ხო? თუმცა შემთხვევითობა არ არსებობს, რაღაცა ბედის სადაც გვეჩვენება რომ შემთხვევითობაა, თურმე ყველაფერი დეტერმინირებული, ლოგიკური ყოფილა. ჩნდება ადამიანი, რომელიც ერთადერთია მილანის ეგრეთ წოდებული იმპრესარიო, რომელიც კომპოზიტორებს საქმოსანი, რომელსაც უცნაური ინტუიცია აქვს, ვერდის ტალანტის ჯერა და ფაქტობრივად ჯიბეში ჩაუტენის, ვერდი ასე იხსენებს მოგვიანებით ერთ-ერთ თავის წერილში, ჩაუტენის ნაბუქოდონოსორის ლიბრეტოს, ეგრეთ წოდებულ სცენარს ოპერისათვის თემისტოკლეს სოლერას პოემის მიხედვით ლიბრეტისტის და ეთქვის რომ უბრალოდ გადახედე ვერდი ეჭიდავებენ რომ ზულს მას მუსიკა ის რატომღაც მიიჩნევს რომ მუსიკამ წაგლიჯა წაართვა მას მარგარიტა ბარეცი და თავისი შვილები წარმოიდგინეთ ეს წარმოუდგენელი კოშმარული ტრაგედია და შემდგომ ვერდი ასე იხსენებს რომ მოისწრის ამ ლიბრეტოს თავის გამოშიგნულ მარტოსულ სხვრენში ცხოვრობს ერთი პატარა რაღაც საწოლი აქვს იქ ხის და გადახედავს უბრალოდ და ვერდი ამბობს რომ როგორც კი გადამშალე პირველი ეს სიტყვები მომხვდა ვა პენსიერო აი ეს გაფრინდი ჩემო ოცნებავ ფთები შეისხი ჩემო ოცნებავ არ ვიცი როგორ თარგმნო ზუსტად და მელოდიაც კი გავიგონე მოულოდნელო და მოვისროლე და შემეშინდა ამ მელოდიის რომ არ მინდოდა ანუ მოვიდა ერთგვარად მუსიკალური იდეა როგორც ინსპირაცია მოვისროლე მაგრამ იმ ღამეს უკვე იმდენჯერ წავიკითხე ეს ლიბრეტო რომ უკვე ზეპირად ვიცოდი დილისთვისო მე ვერდი მაინც მისულა მიკრესარიო და თქოს არაფერს არ დავწერე მაგრამ რასაკვირველია ვეღარ მოიშორა ეს მუსიკალური და დაწერა თავისი ნაბუკო და დაიწყო მისი ლეგენდაც
დაიწყო მის გადაარჩინა მაინც მუსიკამ. აი ამ ნაბუკო გადაარჩინა და შემდეგ სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ამავე ოპერაში, როდესაც უკვე ვერდი ნაბუკო დაიწერება, მღერის ძალიან საინტერესო მომღერალი და მისი შემდგომ უკვე გვიანი ცხოვრების თამდევი და მეგობარი ჯუზეპინა სტრეპონი, რომელსაც სხვა შორის არ დადასტურებული, მაგრამ ლეგენდა არსებობს, რომ თითქოს და მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ტფილისშიც ყოფილა იტალიურ დასთან ერთად. არ ვიცი, მე მომწონს ყოველ შემთხვევაში ეს ლეგენდა, სიამოვნები წარმოვიდგენდი, რომ ჯუზეპე ვერდის მეგობარი და შემდეგ უკვე მეუღლეც თბილისშიც ყია ნამყოფი. მაგრამ ნაბუკოდან უკვე ისმის ის, რის გამოც ილია ჭავჭავაძეს ასე უყვარდა და უხაროდა იტალიური ოპერის შემოსვლა თბილისის გუბერნიაში, რუსეთის მიერ დაპყრობილ და გაუქმებულ საქართველოში, ამიტომაც ის ემუდარებოდა და ეხვეწებოდა ხოლმე ხშირად კომპოზიტორებს, რომ დაეწერათ ქართული ოპერა. ილია ვერ მოესწრო დიდ პირველ ქართულ ოპერას აბებსალომ და ეთერის სახით, მაგრამ მან იცოდა რა ხელმისაწვდომობა აქვს ამას. და უკვე ნაბუკოს პრემიერაზევე იტალიაში, ამ შემთხვევაში იტალიას გულისხმობ, უკვე ისმის იტალიის გათავისუფლების მოთხოვნები და შეძახილებით, რომ ვერდის მუსიკიდან ისმის ეროვნული თავისუფლების იდეა, ეროვნული თავისუფლების სანგები. ძალიან საინტერესოა. ცალკე ისტორია შემდეგ ვერდი როგორ უბრუნდება მუდმივად დაკარგული შვილების იდეას და მოპოვებას, ხელახლა მოპოვებას ამ შვილების როგორც მიწარი დაკარგული, ასევე მისი როგორც მშობლის იდეა დაკარგულია, ხომ რომ მას ტრაგედია გადახტა. ამიტომაც ფაქტობრივად არ არსებობს ვერდის თხზულება, სადაც ჩვენ არ შეგვხვდეს მამისა და შვილის დრამა, სადაც შვილები ხელახლა მოიპოვებენ მშობლებს, ამ მშობლები ხელახლა აღმოაჩენენ თავიანთ რა ნაბუკოშიც ესე არ არის ამ პირველ დიდ აფეთქებაში ვერდის გენის. აი ვაგნერი აბსოლუტურად განსხვავებულ მოდალობაში. ეს ორი კონკურენტები არიან ერთმანეთს, არა იმიტომ რომ ისინი არიან ვაგნერი და ვერდი ერთმანეთის კონკურენციაში ჩართულები, არამედ იმიტომ რომ არსებობს ტენდენცია თუ როგორი უნდა იყოს საერთოდ მუსიკა. მე-19 საუკუნეში მხოლოდ ნაპოლეონი არ არის და მხოლოდ ვენის კონგრესი არ არის, მხოლოდ ბისმარკი არ არის და შემდეგ ნაპოლეონ მესამე. ვერდისა და ვაგნერის ბანაკიც არის. როგორი უნდა იყოს ხელოვნება, რას უნდა გამოხატავდეს ხელოვნება, სად არის ხელოვნების კონფლიქტი ეპოქას და როგორ უნდა გააფართოვოს მუსიკამ და ხელოვნებამ თავისი საზღვრები. აი ეს კონფლიქტია. ვაგნერიანული გზა თუ ვერდიანული გზა. სინამდვილეში დღეს ვაგნერი და ვერდი შერიგებულია. ასე შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ეს იდეა ისევ და ისევ, არ ვიცი, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დიქოტომიები უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ კი ისევ და ისევ იმ ცნობილ თეზის გავიხსენებთ და ფილოსოფიურ კონცეფციას ფრიდრიხ ნიშეში, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ ჩვენს პირველ ნაწილში მუსიკაზე საუბრისას, აპოლონურისა და დიონისურის დიქოტომიაზე, როდესაც საუბრობდით, მაგრამ ვაგნერი ამ შემთხვევაში გულისხმობს მუსიკის გზით სამყაროს შემეცნებას, კვლევას სამყაროსა და ადამიანის რაობის. ვაგნერისათვის მუსიკა ეს არის ფილოსოფია, ის უნივერსალურია. ამიტომაც ეპოქა ფაქტობრივად მძვინვარედ ხვდება ვაგნერის შემოსვლას მუსიკალურ სამყაროში. მას ვერ იტანენ, მას მიიჩნევენ როგორც ხმაურის წარმოქმნელად. ეხლა ესე ძალიან საინტერესოა, არსებობს ერთგვარად ყურის ბიოგრაფია. ნოდრან დღულაძეს აქვს შესანიშნავ მომღერალსა და პედაგოგსა და ფილოსოფოს ჰომო კანტორ ასეთი წიგნი, სადაც ავტორი გარდა იმისა, რომ ის განიხილავს ვოკალისა და ხმის ისტორიას, განიხილავს თუ როგორ ვითარდებოდა ყურიც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ყური იმდენად სენსიტიური მოვლენაა, რომ ხმაურად მიიჩნევდნენ ჰაიდნის მუსიკასაც და მოცარტის მუსიკასაც კი თანამედროვენი, არა თუ ვაგნერის, რომელმაც გააფართოვა ორკესტრი, რომელმაც ორკესტრი შემალა სცენის ქვეშ, დირიჟორი, ფაქტობრივად დირიჟორი როგორც ფენომენი, აქცია, ცენტრალურ ფიგურა, თუმცა კი დამალა ვიზუალურად, ვირო ვაგნერისათვის მნიშვნელოვანი იყო მუსიკალური დრამის იდეა და არავითარ შემთხვევაში მისთვის არ არის მუსიკა გართობა, მხოლოდ იმგვარი ცერემონია, რომელიც შეიძლება დაგვავიწყდეს მას მერე რაც მუსიკის მოსმენა შეხვდა. არა, მისთვის
მუსიკალური დრამა ეს არის ფილოსოფიური კონცეფტი. ამიტომაც ბოლო ოპერას ვაგნერი უწოდებს მისტერიას და არა ოპერას, გულისხმობ პარციფალს. ანუ და წარმოიდგინეთ ეს ამბიცია, ეს გამოწ, ეს მზაობა, ანუ ვაგნერი ითხოვს პრინციპში ერთგვარ რელიგიურ დამოკიდებულებას მისი ხელოვნების მიმართ. ამიტომაც ეს მიუღებელია. როდესაც მაგალითად პარიზში ის ჩადის თავისი ერთ-ერთი სრული ტოტალური, არ ვიცი რა ვახსენო, უნივერსალური შედევრის შესასრულებლად და აქამდე სანამ ვაგნერის მუსიკა გაჩნდებოდა, მე გულისხმობ ოპერა ტანჰოიზერს, ასეთი მსგავსი არაფერი მოსმელი არ ქონდათ მანამდე. ეს ამხელა ორკესტრი, ეს ამხელა იდეები, უწყვეტი იდეები, რომელიც მოედინება რაღაცნაირი სპირალური ფორმით. ექსტაზი მოხვება ექსტაზს, რომელიც კულმინაციას მიაღწევს, შეიძლება ითქვას ვაგნერის შედევრში ტრისტან და იზოლდაში, რომელსაც საერთოდაც ფარისევლები და მეშანები უწოდებენ პორნოგრაფიას, როგორ შეიძლება ემოციების ასე გაშიშვლება, ხო? და ტანჰოიზერი, როდესაც ჩააქვს პარიზში, პარიზელები მას, ანუ ის პარიზის ოპერაში გამეფებული, შეიძლება ასე ითქვას, ფილისტერები, მოდი ასე ვთქვათ, მას თხოვენ რომ საბალეტო ნომერი ჩაამატოს, რომ ადამიანები გაერთონ. ეს ტრადიციაც იყო პარიზის ოპერაში, მეორე მოქმედებაში აუცილებლად საბალეტო ნომერს ჩაურთავდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ჟოკეი კლუბი, რომელიც ძალიან საინტერესო ფენომენია მე-19 საუკუნისათვის და მე-20 საუკუნის დიდი მოდერნისტიც კი მარსელ პრუსტი თავის დაკარგული დროის ძიებაში ახსენებს ამ კლუბის გავლენას, რომელიც გარკვეულ ესთეტიკურ და სოციალურ და ისტორიულ და პოლიტიკურ მოდასაც კი განსაზღვრავს. აი მათ ამ ჟოკეი კლუბის წევრებს უნდათ რომ ბალეტს უწყირონ. ვაგნერისათვის კი მიუღებელია სრულიად გართობა იმ კანონებით და იმ ეთიკით, რომელიც მისი კონცეფციისთვის შეუსაბამოა, ის არანაირ საბალეტო ნომერს არ ჩასვავს, უბრალოდ თავის ტანჰოიზერის გენიალურ უვერტურას განავრცობს ბაქხანალის სცენით და ჩავარდება ტანჰოიზერი. მხოლოდ რამდენიმეა, რომელიც დაინახავენ ვაგნერში გენიოს, მათ შორის შარლ ბოდლერი, დიდი ფრანგი სიმბოლისტი, დიდი ფრანგი პოეტი, რომელიც ვაგნერში დაინახავს ახალი ეპოქის სულს. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ გალაქტიონ ტაბიძეც, რომელიც შესტრფის ბოდლერს და მისი არტისტული ყვავილები ბუნებრივია დიალოგში არის ბოდლერისეულ ბოროტ ყვავილებთან, ამიტომაც ხშირია გალაქტიონთანაც ვაგნერის ეკო, ხომ? ეს ძალიან საინტერესოა. ამ თვალსაზრისით თქვი არის რენუარიც სრულიად ახალგაზრდა, რომელიც ასევე დაინახავს ვაგნერს და მაგრამ აი აქ ჩნდება ვაგნერის ის პრობლემა, პოლიტიკური პრობლემა, თუ არა აკვიატება ეპოქის, რომელიც ვერდისგან განსხვავებით, რომელიც უნივერსალური სათნოების მატარებელია, ვაგნერში ჩნდება ის მარცვალი, რომლითაც ასე ეშინოდა იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, რომელიც მე დასაწყისში ვახსენ, აი გერმანული შოვინისტური აკვიატებების, არც მეტი, არც ნაკლები, რომელიც თითქოს და შეუსაბამოა ისეთ გიგანტთან, როგორიც არის რიხარდ ვაგნერი. ვაგნერი ანტისემიტია. ვაგნერი ანტისემიტია და ვაგნერი ამბობს, რომ აი ეს ტანჰოიზერის ჩავარდნა და ჩემი მუსიკის არ მიღება, ეს არის ებრაული შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ და პირდაპირ ასახელებს ჯაკომო მეიერბერს, დიდ ფრანგ კომპოზიტორს, რომელიც ეხა პრინციპში პირწმინდად არის დავიწყებული, მაგრამ თავისი დროის გიგანტი იყო, ის ამბობს, რომ ეს იყო ჩემს წინააღმდეგ შეთქმულება. ვაგნერი რატომღაც ამოიღებს სამიზნედ ფელიქს მენდელსონს, გენიალურ კომპოზიტორს, უდიდეს კომპოზიტორს და უბრწყინვალეს კომპოზიტორს, რომელიც ებრაელი ასევე წარმოადგენს, გერმანელი დიდი კომპოზიტორი, ცნობილი თავისი ზაფხულის ღამის სიზმრისა, როგორც ქორწინება არ შედგება, მენდელსონის მუსიკა რომ არ გაიჟღეროს, ხო? ცნობილი საქორწინო მარშის სახე და რა აღარ აქვს მენდელსონს დაწელი და ის ამბობს, აი ეს არის ებრა და წერს შემზარავ ესეს, შემზარავ სტატიას, რომელიც ნეტა არ დაწერილი იყო სამარცხვინოს ვაგნერისათვის და უბედურებად ქცეულს ვაგნერის მოყვარულებისათვის. ეს არის იუდეველობა მუსიკაში. გეგონებათ, რომ სადღაც ეს ტექსტი გადმოკვდა ჰიტლერის მაინ კამპფიდან, ჩემი ბრძოლიდან, იმდენად შეუფერებია. ხო, ვაგნერი არ გამოირჩევა იმ მე-19 საუკუნის ანტისემიტისტური ახმებისგან, როგორებიც რაც აქვთ მის თანამედროვეებსაც, გერმანელებს, საიდან იბადება მტრისხატი, ხო? ანტისემიტიზმის მტრისხატი კიდე ცალკე ღრმა და დიდი ისტორიაა ევროპისათვის და თან მით უმეტეს ლაიფციგელი ვაგნერისათვის, რომელსაც პლუს ბიოგრაფიაც რომ ახსენოთ, ცოტა რომ ვიჭორავოთ, ეჭვი აქვს მუდმივად, რომ შეიძლება ის თავისი მამის შვილი არ იყოს.
და იყოს თავისი მამინაცვლის გაზრდილი, რომელზედაც ოღონდ გიждდება, იმიტომ რომ ეს მამინაცვალი იყო ადოლფ ვაგნერი. ვაგნერის მამა კვდება მანამდე სანამ ვაგნერი დაიბადება 2 თვით ადრე და შემდეგ მას გაზრდის ლუდვიგ გეიერი, რომელიც ებრაელია წარმოშობით. ებრაელია, მაგრამ არის ხელოვანი, არის პოეტი და საერთოდაც შეიძლება ითქვას, რომ ვაგნერს შთაუნერგავს ხელოვნების სიყვარულს, მაგრამ ლაიფციგელი ვაგნერი ბუნებრივია თუ ახლა ძალიან ბანალური არ ვიქნები და არ შევიჭრები რაღაცა ბიოგრაფიის იმგვარი ინტერპრეტაციის სფეროში, რომელზედაც ესე კატეგორიულად ვერაფერს ვერ იტყვი, მაგრამ დღესაც კი, როდესაც ლაიფციგში მოხვდები, ჩვენ გვაჩვენებ, რომ ვაგნერის სახლი, ვაგნერის მშობლების სახლი, სადღაც თითქმის ესეთ ნოყმოსში არ არის შუაგულში და ცენტრში და აი ლაიფციგის ცენტრში არის მენდელსონების მეებერთელა სახლი, სადაც როცა გვერდია მოშე მენდელსონის შთამომავალი ფელიქს მენდელსონი, სადაც მდიდრები არიან, შეძლებულები არიან, ბანკირები, ვაჭრები და ბუნებრივია რიქარდ ვაგნერ ახალგაზრდა მაგრამ მუდმივად პრობლემა აქვს. მუდმივად გაჭირვებულია, გარკვეული კომპლექსიც აქვს, რომ აი რატომ მე არ მაქვს ეს და აი აქვს და რასაკვირველია ვინ არის ყველაფერში დამნაშავე, აი თურმე ებრაელები ყოფილან დამნაშავე. ეს კი არა ვაგნერის სოლი, მე მგონი ცალკე ჩვენ ვიდეო ესე უნდა ჩავწეროთ კომპოზიტორების სოლებზე და გენიალურ ქალებზე ან თავისი გენიალობა ვერ გამომჟღავნებულ ქალებზე კოზიმა ვაგნერი, რომელიც ვაგნერის სოლია შემდგომ და მისი კულტის შემქმნელი, ეს არის ლისტის ფერენც ლისტის ქალიშვილი, კოზიმა ვაგნერი, რომელიც უკვე ვაგნერთან ერთად ცხოვრობს და მას აქვს დაწერილი ვებერთელა უშველებელი და უმძიმესი წიგნი დღიურების, ოღონდ ძალიან საინტერესო, ვისაც ვაგნერის ცხოვრება აინტერესებს, ყოველ დღე კოზიმა ვაგნერი წერდა თავისი ქმრის დღეს თუ როგორ გაატარა რიხარდ ვაგნერმა კონკრეტული დღე და რასაკვირველია შეწყვეტს ამ დღიურის წერას იმ დღეს, როდესაც ვაგნერი მოკვდება ვენეციაში 1883 წელს, თუმცა კოზიმა კი იცოცხლებს აგერ 1930 წლამდე, თითქმის ჰიტლერსაც მოესწრება. წარმოიდგინეთ, ის ამბობს 1870 წელს, როდესაც უკვე ბისმარკი და ვილჰელმ I კაიზერი საფრანგეთს დაამარცხებენ, ესო კოზიმა დაწერს შურისძიება გერმანელების რიხარდის ტანჰოიზერის ჩავარდნის გამო. ანუ ოპერა რო ჩააგდეს ფრანგებმა და ბალეტის ჩასმა რო დაუპირეს, ეს დიდი ეგოცენტრიზმი, დიდი დემაგოგია გენიოსების, ეს ძალიან საინტერესო. მაგრამ ვაგნერის ანტისემიტიზმი, ამიტომაც ვახსენე, არ არის ტიპიური. ვაგნერი ერთი მხრივ ანტისემიტია, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც პარციფალისათვის თავის აშენებულ ბაიროითის თეატრში, რომელიც ბავარიაში არის სპეციალურად ვაგნერისთვის აშენებული, თვითონ მან მოახერხა და შთააგონა მასზე შეყვარებულ, შეიძლება ასე ითქვას, ბავარიის მეფე ლუდვიგ მეორეს, რომ დაეფინანსებინა სპეციალურად ვაგნერის ოპერებისათვის, დრამებისათვის შექმნილი საოპერო თეატრი. შემდგომ იქ პარციფალი, როდესაც გაჟღერდება, ვაგნერი ებრაელ წარმოშობით დირიჟორს მოიწვევს სადირიჟორებლად ჰენრან ლევის, იმიტომ რომ მიხვდება, რომ ახლა აქ მუსიკოსია საჭირო. მაგრამ შემდგომ, როდესაც მესამე რაიხი შენდება, უკვე ვაგნერი დიდი ხნის მკვდარია, უკვე თითქმის რა ვიცი, ლამისა ნახევარი საუკუნეა გასული, ჰიტლერი ვაგნერს აქცევს ერთგვარ სიმბოლოდ, ხატად გერმანული ნაციზმის, რითიც აბსოლუტურად დააკნინებს ცხადია ვაგნერი სტიგმატიზირებას მოახდენს ვაგნერის შემოქმედების, ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ შეიძლება დღესაც მიაჩნდეს, რომ ზოგადად ვაგნერს ახსენებენ, იქვე უნდა ახსენონ ჰიტლერიც, არადა ეს სხვადასხვა ეპოქებია, მაგრამ სამწუხაროდ ვაგნერმა მისცა ამის შესაძლებლობა თუნდაც თავისი ანტისემიტისტური გამოხტომებით, რომელიც აბსოლუტურ კავშირში არ არის მის ღვთაებრივ, უნიკალურ, ძალიან ღრმა მუსიკასთან, მაგრამ ჰიტლერისთვის ის არის იდეოლოგიის ნაწილი. ისიც კი, როდესაც რაიხსტაგი იწვის, რის შედეგადაც ჰიტლერის შემდეგ ყველა პარტიას გააუქმებს და უკვე აბსოლუტურ დიქტატორად გამოაცხადებს თავს, იოზეფ გებელსი, მისი პროპაგანდისტი, თავის ვითომ და დღიურებში, რომელიც თითქოს და მხოლოდ საკუთარი თავისთვის არის დაწერილი, ეს შემთხვევაში გებელსი წერდა ამ დღიურებს, იმიტომ რომ სხვებსაც წაეკითხათ, ის ამბობს, რომ აი როდესაც რაიხსტაგი იწვოდა, ჩვენ ვაგნერს ვუსმენდით ფიურერთან ერთად, ხომ? და აი ეს სიმახინჯე და წარმოიდგინეთ, ვაგნერი იქცა, ამიტომაც არსებობს ხომ ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია დენაციფიკაციის, რომელიც შეეხო ვაგნერის შთამომავლებს, ისეთ დიდ დირიჟორს, როგორც ვილჰელმ ფურტვენგლერია მაგალითად, რომელიც მე-20 საუკუნის უბრწყინვალესი დირიჟორია მათ შორის ვაგნერის შემოქმედების, მაგრამ ის იქცა ერთგვარ
აგიტატორად ნაციზმის, მათ შორის ვაგნერის ბრწყინვალე შესრულებების გამოც. ამიტომაც ფურტვენგლერთან კონფლიქტი აქვს თომას მანს, რომელიც გაქცეულია გერმანიიდან, ისევე როგორც გაქცეულია ავსტრიიდან ფროიდი, როგორც განდევნილია ალბერტ აინშტაინი, როგორც ებრაელები. თომას მანი არ იყო წარმოშობით ებრაელი, მაგრამ თომას მანის წიგნებიც დაწვეს. აი ამ ცნობილი აუტო დაფესდროდ, რასაც რაიხისათვის მიუღებელ წიგნებს წვავდნენ, სადაც მათ ფაქტობრივად რეალობად აქციეს დიდი გერმანელი რომანტიკოსი პოეტის ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვები, იქ სადაც წიგნებს წვავენ, ადამიანებსაც დაწვავენ. აი როგორი საშინელი წინასწარმეტყველება წასწდა ჰაინრიხ ჰაინეს მე-19 საუკუნეში და თითქმის 100 წლის მერე უფრო მეტითად ეს გაცხადდა ამ ხო, სადაც წიგნებს წვავენ, იქ ადამიანებსაც დაწვავენ. აი ეს იქცა კონცლაგერების საკონცენტრაციო ბანაკების უკაცრავად გამოცდილებად. ამიტომაც ვაგნერი შემდეგ სტიგმატიზირებულია და ძალიან საინტერესოა ამ პარადიგმა, თითქოს რაღაცნაირი ბინარულობის მოდელია, როდესაც მოვლენები, ისტორიული მოვლენები იცვლება და აღქმებიც იცვლება, ხომ? და აი სულ რაღაც 20-ოდე წლის წინ, შეიძლება უფრო მეტიც, არა, სადღაც 30 წლის წინ უკვე თანამედროვე დირიჟორი, დიდი დირიჟორი არგენტინელ ებრაული წარმოშობის, ანუ იმ პერიოდში 30-იანი 40-იანი წლების გერმანიაში რომ ეცხოვრა, ამ დირიჟორს მას რასაკვირველია საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესებდნენ, რომ გაზის კამერებში მოეგუდათ. დანიელ ბარენბოიმს გულისხმობ. სულ აი მართლაც ეს არის 90-იანი წლების დასაწყისი, ბარენბოიმი ებრაელი დირიჟორი ჩადის ისრაელში და ცდილობს რომ ვაგნერი შეასრულოს. ეს ძალიან უცნაური ამბავია. იმიტომ რომ ისრაელისათვის, ანუ ებრაელი ხალხისათვის ვაგნერიც იქცა ერთგვარ ტრამვულ გამოცდილებად. მართალია ხო, ვაგნერი მე-19 საუკუნეში გარდაიცვალა, 1893 წელს ვიმეორებ, მაგრამ ვაგნერი ნაცისტური იდეოლოგიის ნაწილია თითქოს. ამიტომ უთქმელი აკრძალვა ვაგნერის მუსიკის შესრულებაზე ისრაელში, თანამედროვე ისრაელში და ბარენბოიმი ებრაელი დირიჟორი ცდილობს რომ მუსიკა გაათავისუფლოს ჰიტლერული სტიგმისაგან. ანუ მუსიკა დაუბრუნდეს თავის საწყის ელემენტს და არსებობს ბრწყინვალე კადრები, როგორც ცდილობს დანიელ ბარენბოიმი, რომ ებრაულ ისრაელელ თუ არსები თელ-ავივშია ეს კონცერტი, თელ-ავიվել მაყურებელს დაუმტკიცოს, რომ მნიშვნელოვანი ახლა სტერეოტიპებისგან გათავისუფლდნენ თავად ებრაელებიც და მოისმინონ ვაგნერი ისე, რომ არ კონდეთ მუდმივი ტრამვის გაცდა. და ნახევარი დარბაზი გაყოფილია, მეორე ნახევარი ტაშს უკრავს და მოუწოდებს ლიბერალები ბარენბოიმს, რომ აღასრულოს ეს მისია და ბოლოს საკუთარივე ტრამვისგანაც გაათავისუფლოს აუდიტორია, მაგრამ მეორე ნაწილი დარბაზიდან გარბის. და ძლივს ახერხებს ბარენბოიმი, რომ ტრისტან და იზოლდეს პრელუდია იდირიჟოროს და რაღაცნაირად ამ ჯადოსგან ათავისუფლებს ვაგნერის მუსიკა. თვითონ ებრაელი დირიჟორი. ეს ძალიან საინტერესო, უაღრესად მნიშვნელოვანია, როდესაც ცენზურას უკვე აწესებს ეთიკა, მორალი აწესებს, როდესაც პრინციპში მოხელთებული ყავს რეჟიმს, დიქტატორს, ძევლად ყავს აყვანელი ისეთი გიგანტიც კი, როგორიც ვაგნერი. აი ვერდისგან განსხვავებით, ვერდი მუდმივად დისტანცირებული, ვერდის აქვს თავისი გამოკვეთილი მორალი, რომელიც არის უნივერსალური და რომელიც გულისხმობს იმგვარი ტიპის სათნოებების დეკლარირებას, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის ბმულობაში ვინმეს მტრობით საკუთარი იდენტობის აშენებასთან. რასაც ვაგნერისნაირი ვიმეორებ გიგანტიც კი არ არის რისგანაც თავისუფალი. ანუ უნდა გვყავდეს მტერი იმისათვის, რომ ჩვენი იდენტობა განვამტკიცოთ. ეს ძალიან საინტერესო ასპექტია. მე-20 საუკუნე ფაქტობრივად არის ამ მოდელის, მუსიკის ინსტრუმენტიზირების მაგალითების სიუხვით გამორჩენილი და ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს ნაცისტურ ცენზურასთან ერთად საბჭოთა ცენზურა და სტალინური ცენზურა, სტალინის ყური, რა კი ყურს ვახსენებ, რომელიც ძალიან პრობლემური არის თავისუფლების სულისკვეთების მატარებელ არა მხოლოდ მუსიკოსებთან, არამედ ჰანგებთანაც კი. ტონალობებთან, ჰარმონიებთანაც კი, რომელსაც მკაცრად ცდილობს სტალინური ცენზურა რომ გახედნოს, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.